თეთრეულს დაგილაგებ, დედა. კარგი. დედა, მე ერთ საათში გავდივარ. მარიამს უნდა შევხვდე. ხო. სამწუხაროა, რომ ჩემ აზრს აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რას გულისხმობ? ადრე არც მეკითხებოდი, პირდაპირ ხვდებოდი. დედა, ხო იცი რომ ვერ ვიტან, როცა ასე ლაპარაკობ. როგორ ასე? რაღაცა ზოგადად და ირონიულად. იცი ზოგადიც და კონკრეტულიც ჩემს ცხოვრებაში ხა შენი ნიშნობაა მეტი არაფერი. ისევ მარიამზე ვიწყებთ ლაპარაკს. მე მგონი გთხოვე რომ დაფიქრებულიყავი, არა? გთხოვე? დედა, მე მეგონა რომ აი ეს თემა ჩვენ ამოვწურეთ. ერთ რაღაცას გითხავ. შენ დარწმუნებული ხარ მთელი ცხოვრების მანძილზე მარიამისთვის ან მარიამისგან ყველაფერს აიტან? რა კითხავს მოსავ, შენ რა გაგიჟდი? მოიცი, მაქვს მიზეზი და იმიტომ გიკითხები. რა მიზეზი გაქვს? ვიღაც გოგოსთან ერთად გხედავენ. ასეა? ვინ გოგოსთან? ის არ მითხრე ხა რაღაც ჭორებს აყევიო. ასე გამოდის? ხო, ძალიან ბევრ ადგილას უნახი ხართ ერთად. კარგი ერთი და შენს დაიჯერე, არა? აბა, უამრავმა ხალხმა მითხრა. და ვისი რა საქმეა? ასეც იყო, სიტყვაზე ასე იყო, დაუშვათ, ხო? და ვისი რა საქმეა მე ვისთან გავივლი და ვისთან არა? ესე იგი არსებობს ვიღაც გოგო რახან ასე ღიზიანები? არა, დედა, არა, არავინ არ არსებობს, გესმის? არავინ. მორჩა, მარიამის გარდა ჩემ ცხოვრებაში არავინ არ არსებობს. არა, უბრალოდ მინდა რომ დაფიქრდე მეტი არაფერი. დედა, გეხვეწები, აი რატომ გონია ამიხსენი რომ ჩემს გრძნობებში შენ ჩემზე უკეთა ხარ გარკვეული და მე ვარ პატარა სულელი ბიჭი, რომელმაც არ ვიცი და ვერ გამირკვევია ჯერ კიდევ რა მინდა. რატომ გონია, მითხარი რა? ესე იგი არსებობს ის ქერა გოგო. თავი დამანებე რა გეხვეწები. რატომ ელაპარაკები ესე? იმიტომ გელაპარაკები რომ არ შეიძლება ყოველი ჩემი ნაბიჯის ახსნა განმარტებას მთხოვდე რა. რატომ ელაპარაკები ესე უზრდელად გეკითხები? დედა, თავი დამანებე რა. რატომ ელაპარაკები ასე უზრდელად? მე ერთადერთი რამე გთხოვე რომ დაფიქრებულიყავი, მეტი არაფერი მე მგონი. იცი რას გეტყვი? მე ეს გადაწყვეტილება უკვე მივიღე და ახლა შენ გეკითხები, რას მიმალავ? რისი თქმა გინდა და რას ვერ მეუბნები? აი ამდენი ხანია. რა ხდება, მითხარი რა? მე არაფერს არ უმალავ. მაშინ რა გჭირს? არაფერი, მე უბრალოდ შენზე ვფიქრობ. შენზე ვფიქრობ? მადლობთ. და არ მინდა რომ აჩქარდე. დედა, რა ხდება, მითხარი რა? მაქვს მიზეზი და მაინდა-მაინც ამ სახში მე უნდა ვთქვა რა ყველაფერი. დედა, შენ მოხვედე. შენ დაიწყე ამ თემაზე ლაპარაკი. მე ვერ გავიგე. კარგი. გეტყვი. გისმენ დედა. ლევან, არ ვიცი როგორ გითხრა. მოკლედ მარიამი თინა კომპიუტერს ხო ვერ მივეჩვია ვერაფრით. აი ესე წინ თუ არა მაგ გადაშლილი არ გამოდის არაფერი. შენ ვერ მეჩვია შუდა და მე საერთოდ ხო გემუნები მაგის ჩართვაც არ ვიცი ვიჯო. ესე იგი საკმარისია 2 დღე წახვიდე იმერეთში და მე იქაური გლეხისაგან ვერ გაგასხვავებს ვერავინ. რა ვქნა ძმაო, მე იმერელი ვარ და ვის ვეპრანჭი ახლა მითხარ ერთი ამაგები. არა და შენ იცინე და ეს კომპიუტერი საჭირო არის. ეხლა უნდა ავდგე და უნდა ვისწავლო. სანატრელო, შენ რო ამასთან მოჩათავე დაგინახო, ხო? მაშინ ნაღდად მგლიჯავს აფშირნი ინფარქტი. არ გვეტყირა მანამდე არაფერი. გოგა, საქმეს მიხედვით საქმეს. რა დაგვრჩი ახლა კიდე?
ესენი ეს ხარჯები ხო ჩამოვწერეთ ყველა ახ. ახლა უნდა ამას უნდა დავიანგარიშოთ რა ერთი სიტყვით და მე შევკრიბოთ ყველაფერი. ხო და ჩამოყარე ახლა სულ ყველაფერი. კი ბატონო. ხო თუ არაფერი გამგვიჩა და შევადაროთ მე. კაი? ისეგა. აქ არის. ხო ეს აგენ, ხო, კაი. ახლა გერა მაგ ახლა მაგის. რა, ბიჭო, ეს რა ხვდის რისხვა? ეს არის შოთა ჩოთკი. მე მაგ კომპიუტერს და კალკულატორს ვერ ვენდობ. მაგია ტყილი. მოკლედ რა, ქვის ხანაში ხარ დარჩენილი, ქვის ხანაში. რა ქვის ხანაში, ბიჭო, მაგ არის ეშმაკის მოგონელი, ვიცი? მე სავენდო მაგას. მაგი ხანუ ჭედავს, ხანუ ბერავს, ხან რაღაცას აკეთებს. რა ვიცი მე მაგი? ნიჭიერი, თუ ხარ გამეიყვან აგერ კარგად ხოშიანად. რატომ ამას ლავარაკი? ბატონო, როგორც გინდა. ოღონდ გაფიცებ, სხვასთან არ ამოიღოთ, რომ მომეჭრა თავი. სხვასთან არ მჭირდება. ნიჭიერი ვარ, შოთა ზეპირად თუ ანგარიშობ ყველაფერს, რო იცოდე შენ. მანცადე ახლა. მოდა მედი აგერ. მანცადე? იგი. მოვიდა 2000. 2000, მე 2000. 350. 350 და პლუს 220. აი გარი რა. всё, აჟურშია შოთა ყველაფერი ძმა. ესე იგი ამ მონიტორინგმაც წარმატებით ჩაიარა. რამ ჩაიარაო რაო? რევიზია, ბიჭო, რევიზია. სადი მა რევიზია არ მიხსენო, ახლა მაგაზე ვარ გაგიჟებული, მა რევიზია არ მიხსენო, გადაშენდა მაგის მოგონია კიდე კაც. უღაშორია კიდე, მაგას ის სიტყვა ჯობია, მეორე სიტყვა როა. მონიტორინგი. მონიტორინგია თუ რაღაცა სიკვდილია რა. მომისმინე. აუშოთა, ახლა რო იყოს ძველი დრო. რას დავასველებდით ახლა? აი, დასველება და ჩასველება აღარ მიხსენო. აგერა, ძმაო. ქობულეთურის პროდუქტები და მირთვი რამდენიც გინდა. არც წნევა შეგაწუხებს, არც კუჭი გაგიღიზიანდება და არც გული გეთკინება. იქნები კენჭივით. რა არის ეგ? რა არის და ექიმა გამომიწერა, გადასარევი რაღაცაა სხვათა შორის. ეხლა ხაჭოზე, არაჟანზე და მაწონზე არაფერს გეუბნები. ეს რო ნახო, გაგიჟდები, ეს არის კაი მაღური. კაი როგორია, რა? კაი მაღური, აჭარული პროდუქტია. პოტენცია ზრდის შევიცოდე. აბა. მართლა? მე ხვალიდან მაშინ ძირითადად ამაზე ვიქნები, ვარიანტი არა. სტროგად ვზივარ კაი მაღურზე ხვალიდან. დღეიდან დაიწყე. მიცადე ვიდა. මොන კაია? რა იყო იგრძელი რამე უკვე? ეგრეა ბიძია, მარტო ღვინოზე არ უნდა იყო კაცი აწყობილი. აბა? ისე ვახო მომისმინე. რა გიქნია ეს? რა ამბავი პროდუქტები და ღვინო ჩამოგიზიდია. ვინა ახლა ამის დამლევი? შოდა ხო იცი რომ სოფლიდან ახლა ზღვენის გარეშე არავინ არ გამოგიშვებს, ხო იცი ეგა? მერე რო გაიგეს ბიჭო. მარიამის ნიშნობაო. მთელი რაიონი იყო შეკრებილი და ყველა მოდიოდა აქეთ მხარეს ძლივს გავაჩერე, კაც ხალხი. მოკლედ ამბრაზურასავით გადამეფარე არა? აბა, ხო, გადაგეფარებოდი, აბა რა იქნებოდა ძმაო? მაგენი თუ ჩამევიდნენ, ხო იცი რა ნათესავები გყავს, კაც? მაგენი თუ ჩამევიდნენ, დამთავრდა მეყოლე ვარდივით მე. ჩაგისახდებიან აქ და უყარე კაკალი, რამდენიც გინდა მე. ახო, კარგი რა. შეხო ძალიან კარგად იცი რომ ჩემს ოჯახს სტუმრის გაჭირვება არ აქვს. ყველას მივიღებ ვისაც უნდა. რა ვარ ვიცი, შოთა კაც? რა შენ ელისოს ნათესავებზე ამაგი გაქვს, მაგას ვინ დათვლის, მაო? კარგი, არ ხსვენი არა ამაგი, ასლაპარაკო. ჯუ რა ამაგი და გეუბნები, კაცო, თუ ვინმეს დაჭირდება სანათესაოში ფული, აბა შოდიკოსთან გევიქცეთ. თუ ვინმეს დაჭირდება დასაქმება, აბა შოდიკოსთან გევიქცეთ. ხო და იმ ხალხმა რაღაცა პატარ-პატარა ეზოში მობოჭე, რაღაცა მოხიგენ და ადგენდა მისი გულით გამომატანეს ყველაფერი და არაცლი ამ ხალხს პატივისცემას თუ რა გინდა ვერ გევიგეთ. ბიჭო, მაგრამ ამდენი კვერცხი, ამდენი ქათამი, ამდენი ხორცი, ამდენი ყველი სად უნდა წავეღო? მაგას ჩემი ოჯახი ვერაუა ერთი წელი. მერე ბიჭო, თვითონ მოიკლო ხალხმა და მე გამომიგზავნა. ცირცხრილია, არა ლამაზი. ბიჭო, ხო, მაგრამ ამერი ხალხია ხ, მაგენი ხო იცი მერლები. ასე არიან და რა ქრან ახ. აი, მაგრამ ამდენი ღვინო საწავეღო. ღვინო მიჭირს მე?
ბიჭო, შოთა ღვინო რა ვარ აქვს, შენ მარა გამომატანა იმ ხალხმა მე და თბილისამდე არ ჩამემეტანა იგი? კი, მაგრამ ბიჭო, ამ იმერული ჭვამი ღვინის დამლები არ ვარ და მომკალი ახლა რა. რა არის ბიჭო, ჭვამი? არა ხარ მართალი, შოთა გეუნები რა. შოთოვიჩის ტალავრის ღვინოა გეფიცები ყველაფერს, ბიჭო, რა თვინა მაგაზე ლაპარაკი, ბიჭო. წვეთი წყალი არა აქვს, ბიჭო, სულთა ნატურია, რა თვინა, მაგაზაუა. კი, გადასარევი ღვინოა ბიჭო, მაგრამ ყვავს დააჩხავლებს იმის თანამშავი, არ გეწყინოს რა. და თუ დააჩხავლებს, ყვავს, ადექი და დააზმარეს, მე გამომატანეს და არ მინდა. დააძგინა ის უკეთ. მე საცავი ყვამდენი ძმარი რა. სახში საკონსერვო ქარხანა მაქვს თუ რა არის? მიხედავს მაგას ელისო მიუჩენს თავის ადგილს. კაი, ხარეში. ლეონიკო, სახში რატომ ხარ? რა იყო, წავიდე? არა, რას ამბობ, ძლივს გამოგიჭირე, თანაც მარტო. მარტო? ხდება რამე? არა, განსაკუთრებული არაფერი. მომენატრა შენთან ჭორაობა. მერე დაიწყე. დაიწყე რა ლექსია. ნანა, შენ თვითონ არ მითხარი ჭორაობა მომენატრაო? მე ყურადღება უნდა მომაქციო. გაქცევ? აი, საშინელება დახურე და ისე. ეს საშინელება მე შენთან ლაპარაკში ხელს არ მიშლის. შენ არ გიშლის, მე მიშლის. რომ გელაპარაკები თვალებში უნდა გიყურო. მერე მოიფიქრე რამე საინტერესო თემა და მე შემოგხედავ. კარგი. თემა ვის რაცია შენ არ გაინტერესებს. თემა ვის ვინ ხვდება, ეგეც არ გაინტერესებს. თემა ვის დაშორდა, არც ეგ არ გაინტერესებს. მოკეთ მაგარი უინტერესო ვინმე ხარ რა. აბა. მერე ხომ გითხარი რამე საინტერესო თემა მოიფიქრე მეთქი. აი მაგალითად გლობალური ეკონომიკური კრიზისი გაგრძელდება კიდევ 1 წლის განმავლობაში. რასაც მსოფლიო ბაზარზე ეკონომიკური მონსტრების გამოჩენა მოხვება, რაც არანაკლებ საშიში იქნება თავად ეკონომიკურ კრიზისზე. არ არის ახლა ეს საინტერესო? ხადაობ ხო? რაშუა შევღადაობ? როგორც მე გავიგე, თქვენი მეუღლე, ბატონი მერაბი, რაღაც ახალ პროექტზე მუშაობს და მე მგონი მომავალი ბიზნესმენისთვის ეკონომიკური პროგნოზები საინტერესო უნდა იყოს. სულ არ არის სასაცილო. მერაბ შეიძლება სხვა რამე არ ეხერხება, თორე მისი პროგნოზები ძალიან ხშირად ამართლებს, დიახ. აი, გაბრაზდი? არა. ესე ამართლებს თუ უმართლებს ნანა? ნუ, მართლებს კიდეც. სულ ხო არ აგებს, რამდენჯერ მოუგია. იცი მერაბის ყველაზე დიდი გამართლება რა იყო ცხოვრებაში? რა? შენაირი საყვარელი ადამიანი რო შემხვდა ცოლად. იცი ლევან, მე შენ სულ სხვა თემაზე მინდა დაგელაპარაკო. აი, როგორც და-ძმას, როგორც ყველაზე სანდო ადამიანს. კარგი. აჰა. კრიზისი გადავდეთ. დავიწყოთ. ლეონიკო, ჩვენ ოჯახში რაღაც ხდება. აი, ყველა საშინლად დაძაბულია. ყველა თავის ნაჭუჭშია ჩაგედილი. ადრე ხო ესე არ ვიყავით. ყველა პრობლემას ერთად ვაგვარებდით და ეხლა რა ხდება? ნანა. რამე ცუდად არის შენთან? ჩემთან არა, ჩემთან ყველაფერი კარგად და იმაზე კარგად ვიდრე მოდის მე ყოფილი. უბრალოდ ჩვენი ოჯახის პრობლემა მადარდებს, გესმის? რა პრობლემაზე ველაპარაკები, გამაგებინე რა. რამე ხდება? ჩემ გამო არა მე ცუდად? მარტო შენ გამო არა. აბა? რათა მე მგონი თინა ვერ არის კარგად. აურია დედა? კარგი რა დროს ხუმრობაა კოტემ საავადმყოფოსთან ნახა. ნიკოლაევიჩ, დევიჯერო ხა შენ ნიშნობაში არ დალევ? არ დავლევ? დავლევ, აბა რას ვიზამ? რას იზამ? დალევა რა. დალევა რა. დალევ და სახში არ შემოგიშვებ იცოდი. ბიჭო, ამას ყურები აქვს თუ ლოკატორები ვერ გავიგე, მოკლედ ვერ გამოაპარებ ვერაფერს რა. რა კაცო. ცოდო არა ვარ. მომკლა ამდენი ბრინჯის და გერკულესის ჭამა. ვერ ხედავთ სანდაცან ჩინოს რო ვერ გავსები. თვალების რო დაუწრილ და ვაფშე. ახლა რო დალიო, პიანი მასტერს დაემგვანები ვაფშე. ვის მასტერს? პიანი მასტერს.
რა დღეში ხარ შენ? ამანაც რო ხმა მოიღო შეხედე რა. ვახტანგ. მომხედე აქეთ მომხედე. თუ შენ ჭკვიანად არ მოიქცევი, შენც მოგიწევს ფაფების ჟამა. ჩემთან რა გიდევაც? ცოტა უნდა სვა, რა ამბავია, ბიჭო? მე ცოტას აღარ სვამ. აი კითხე. ცოტას არ სვამ. კითხე აგერ, აი. ხო ხედავ, რაც შოთამ დაანება ღვინის ხმას თავი, მეც ცოტა სვამ. ძალიან ცოტას. მე აუყურე ახლა, მეც გამიყვანა მარაკაში რა. აბა ვის თან სვამდი ახლა მე მითხარი? მე ძალით გასმევდი შედალოცვი. არა ბიჭო, ძალით კი არ მასმევდი შენ, მაგრამ შენ რო სადღიზოს ამბობ, ხო ისი მე რუარ დავლი რუარ შემიძლია იქ. კაი გეყოფათ ახლა სისულელების საქმისთვის ხართ და ყველა დაბარებულები. თავიდან უნდა გავიაროთ ყველაფერი. კი ბატონო. შოთა, რა უნდა გავიაროთ? ყველაფერი გავლილია. რესტორანში მენიუ შეუთანხმეთ. კი. სტუმრებით დაპატიჟებულები ყავს. მართალია, მარტო ახლობლები, მაგრამ მეტი რა უნდა? კი, მაგრამ არა. მოდი, მაინც უნდა მივიდეს ახლა. შოთა, მაინც უნდა გადახედოს იქ ყველაფერს. შეიძლება რაღაცა კორექტივებია შესატანი, კაცო, ამას უნდა ნახვა და მისვლა უნდა იქამდე. მართალია, კაცო, იქნება არ მაწყობს ეს მე რესტორნის პროდუქტები. და რატომ არ გაწყობს? ბიჭო, ღვინო შეგვაქვს. ნამცხრები შეგვაქვს. ტორტი შეგვაქვს. არაჩვეულებრივი მენიუა. ძვირფასი რესტორანი. მეტი რა გვინდა? ხო, მაგრამ ხარჯები ხოა გადასახდელი. მე რა გადავიხადე? ხო მომეცი ფული. მე ახლა ვატარებ მონიტორინგს. მომეცი აქეთ ეს ხარჯსარღრიცვა. როგორ არის, ვახო, ხო ხარ მზად? დავიწყოთ აბა მონიტორინგი. დავიწყოთ. საავადმყოფოსთან თუ საავადმყოფოში? მაგას რა მნიშვნელობა აქვს? საავადმყოფოდან გამოდიოდა და კოტეს თანახვაზე ძალიან დაბნეულა. ეს მართლა არ არის სახუმარო. ვიცი. მამამ გითხრა? ხო, ისე მითხრა რაღაც აწუხებს და ჩვენ გვიმალავსო. არა, თინას ხასიათი ხომეცი არა, არასოდეს არ უყვარდა, როცა ვიღაცა ზედმეტად რამეს ეკითხება. გახსოვს პატარები რო ვიყავით, ჩვენ ზღვაზე გაგვიშვა დასასვენებლად და თვითონ საოპერაციოდ დაწვა. შემთხვევით ჭრილობა რო არ მენახა, არც გვეცოდინებოდა რისი ოპერაცია აქვს გაკეთებული. და ხო შეიძლება რომ არაფერი სერიოზული არ იყოს, უბრალოდ მივიდა რა. საავადმყოფოში უბრალოდ მივიდა? ხო, რამე რო იყოს, შენ მაინც ხო შეამჩნევდი ქალი ხარ რა ბოლო-ბოლო. ვერაფერს ვერ ვატყობ. იმას თუ არ ჩავთვლით საათობით რო გორსის მოწყენილი ამ ფანჯარასთან. კარგი რა, დედას ამბავი არ იცი. არ გახსოვს ბავშვობაში როგორ გჯიდა ხოლმე. თუ რაღაცაზე გავაბრაზებდით, გაგვებუტებოდა და მთელი დღე სავარძელში ჩუმადიჯდა რა. მახსოვს რამდენჯერ მიტირია. ხოჭებოდი ადექიმით აღარ გაგაბრაზებთ. კარგი, დამშვიდე, იმედია ყველაფერი კარგად იქნება რა. არა. ძალიან მადარდებს თინა. ანა. სრემლი არ დამანახო, კარგი? ინერვიულებ. შენ ხომ ჩემი ყველაზე მხიარული და უპრობლემო ადამიანი ხარ. მხიარული და უპრობლემო. იცი რა ძნელია მაგ იმიჯის ტარება? კოტიკოსაც უპრობლემო გონიო. და ხამები არ მძინავს, იმდენს ვფიქრობ. ჩემთან მართლა ყველაფერი კარგად არის. მე და მერაბმა კოტიკოსთანაც გამოვასწორეთ ურთიერთობა. ისედაც ევროპიდან ჩამოვიდა, სულ სხვანაირად ფიქრობს ოჯახზე. ძალიან კარგი. მაგრამ აი, კოტე და თინაზე ძალიან ნერვიულობ. თინა მართლა რაღაცას მალავს, მართლა რაღაცას არ ამბობს, სულ თავისთვის არის. კოტია და სამსახურის პრობლემებით არის შეპყრობილი. სახლში როცა არის ისეთი დაძაბული და დაზაფრულია, რომ სიტყვას ვერ ვწ. ან შენი ნიშნობა რა იყო კიდე? ჯერ იყო და გადავდოთ. ეხლა ისე მალე უნდა მოხდეს, რომ რა ჩავიცვა აღარ ვიცი. აი ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, ნუნა, შენი ტანსაცმელი. კარგი რა. ეს ტანსაცმელი ისე გითხარი სიტყვაზე, ლევან, თინაზე დარდობ ძალიან. არ ვიცი, ნუნა რა, რო გაიგო ჩვენი ნიშნობის ამბავი, მე მგონი ძალიან ჩვეულებრივად მიიღო, არც უნერვიულია რა. აღარაფერი უთქვამს გადადებაზე ქორწილის.
არა, ჩემთვის არაფერი უთქვამს. კაია, ერთი პრობლემით ნაკლები გვექნება. კი. რანიკო, სულ მინდა გკითხო. ისა გულახდილად მითხარი რა გთხოვ. აი მარიამს რო ვიღაცამ დაურეკა ქერაქალზე. ეგ ბოროტი ხუმრობა იყო თუ მართლა არსებობდა ვინმე? ახლა ჭორეობა დაიწყე. და მე არ მოგწონვა? შენ სამპლუაში ხარ, როგორ არ მომწონ ხარ, გიждები შენზე როცა ასეთი. მითხარი გეხოჭი. კარგი რა, მნიშვნელობა აქვს. თავარია რომ მარიამი მომყავს სწორად რა. ესე იგი მართლა არსებობდა? დავუშვათ. მართლა? კარგი რა, დამთავრებულია ეგ ამბავი. კარგი, მემჯერა შენ. ისე ხომ მაგარი ვარ? ძალიან. ძალიან მაგარი ხარ. ისი რა მაგიჟებს? აი ბავშვობიდან ყოველთვის ახერხებ ამას. შეგიძლია ამალაპარაკო, ყველაფერი მათქმევინო და მეკითხო ყველაფერს ვლაპარაკო. ძალიანაც კარგი. რანაირად ახერხებ? ჩემი ტექნოლოგიები მაქვს. და შეიძლება საქმეს დავუბრუნდე? მეც დავუბრუნდი. კარგი. შენ არ ინერვიულო, ხო? თინას ამბავსაც გავარკვევთ და ყველაფერი იქნება კარგად. როგორ ახარ ზული? დაზმիր ბაბულიკ შენ რო ჩამოხედი ცოტა დავწნარდი. მითხარი ახლა რა ხდება აქ? ვინ გერჩის? რატომ? და რა უნდათ? რა უნდათ? მანადგურებენ. აი რა უნდა. ვინ არიან ესე? კოტე აბულაძე და მისი კომპანია. ყველაფერში მეჯიბრებიან. და შენი განადგურება გადაწყვიტეს ამ ახვრებმა. გადაწყვიტეს და შეასრულეს კიდევაც. გამაკოტრეს. ნულზე დამსვეს. იმარა, შენ რა შევოდი ამბობს? Ты что, спал, блядь, что ли? Нет, я не спал. მაგარს ვებრძოდი. ჩემი კაციც კი შეუში ვაგათან კომპანიაში. არაფერი გამომივიდა. მაგრამ იქნება ეს კაცი ვაინო იგრას თამაშობდა, блядь. არ გაიასნე, იქნება გაკიდა დღასავი. დაზმիր ბაბულიკ, შენი სკოლა გავლილი მაქვს რა. ეკლინტი მაგარი გავტისკი, არა, ეგ ფარჩაკი მაგას ვერ იზამდა. ვერ გავიგე რა. აბა ვინ იზამდა? ვინ და კოტე აბულაძის ბიჭი ლევანი აბულაძე. ეხლა ჩამოვიდა ლონდონიდან და ალბათ ეგ იდეები იქ ლონდონიდან აქ ჩამოყვა და ჩემზე შეასრულა მაგ ნაბოზარმა მაგარი. და როგორ გაგაკოტრეს? ამდენი სვიაზი, კრიშა. ბიად, მაგათ თქვენ უპატრონო ხო არ გონი ხარ, მიზიდა ხორი, რა. ჩათლახური სქემა მოიფიქრეს. ჩემი ვალები კოტე აბულაძის ბანკმა გადაიბარა და ისინი გახდნენ ჩემი კრედიტორები. მე გამანადგურეს მაგ ნაბოზრებს. Интересная схема, блядь. Да ეხლა რა უნდა ვქნათ რა? უნდა დაუბრიდოთ? ჯერ არა. ჯერ საერთოდ გავანადგუროთ ეგენ. გაიგე? შენ იმიტომ გთხოვე ჩამოსვლა, რომ ძალიან ბევრ ხალხს იცნობ აქაც რუსეთშიც, უცხოეთშიც. გვერდზე დამიდექი ბაბული, დაზმი. Без проблем. ზურიგო, შენ ხო იცი ჩემი სისხლი და ხორცი ხარ. ჩემ ხელში გაზრდილი ბიჭი ხარ. ბატონო კოტე, მერწმუნეთ თქვენმა ზარმა ძალიან გამახარა. შანს რაღაც მოიფიქრეთ, ხო? აი თქვენ კიდე ნერვიულობთ. როგორც ხედავთ, მე ჩემი დაპირება შევასრულე. დიახ. დიახ. რაღაც მართლა მოვიფიქრე. აი ახლა მოგახსენებთ. ბატონო კირია, თქვენ იცით, რომ ჩვენ თაწმინდაზე და დიღომში ობიექტებს ვაშენებთ. დიახ, ვიცი, დიახ. ქალაგარეთაც გვაქვს რამოდენიმე ობიექტი. ხო და ამ ბოლო დროს ჩვენმა მომწოდებელმა ცემენტის მომწოდებელმა რაღაც მოკლედ პრობლემები შეგვიქმნა.
და სულ აი შეფერხებებია მოწოდებაში. და მე როგორც ვიცი, მე მგონი თქვენ გაქვთ ცემენტის საწარმო, ხო? დიახ, გარდაბანში. ხო, აი ვიფიქრე, იქნებ თქვენ აგეღოთ თქვენ თავზე ჩვენი ობიექტებისთვის ცემენტის მიწოდება. მზაზანეთ, ბატონოკოდე. თქვენნაირი პარტნიორი. ხო, ეს საკმაოდ დიდი შეკვეთაა, ბატონო გირეა. საკმაოდ დიდი შეკვეთაა და მე მგონი თქვენს სარალს ეს თავისუფლად ანაზღაურებს და მეტიც. ხო და ჯერჯერობით რა ვიცი, გავაფორმოთ ერთწლიანი კონტრაქტი, შევხედოთ და მე თუ კმაყოფილი ვიქნებით ორივე მხარე, წინ რა უდგას გავაგრძელოთ. რაზანეთ, ბატონოკოდე. რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. ოღონდ ერთი თხოვნა მექნება თქვენთან. დიახ, გისმენთ. ერთ-ერთ ობიექტზე იმუშავებს ჩემი სიძე, ანუ მერაბი. ხო? დიახ. ვინც თქვენ დაგაზარალათ, ასე ვთქვათ. ხო და მე ვეუბნები ჩემს სიძეს, მან ასე იცის, რომ მისი ხელფასი გერიცხებათ თქვენს ანგარიშზე ირიცხება თქვენი ზარალის ასანაზღაურებს. ბატონოკოდე, მე მგონი ეგ უკვე ჩემი საქმე აღარ არის. არა, გასაგებია, მაგრამ მერაბმა თქვათ, შეიძლება რაღაცა გითხოთ, ხო? არ ამგონია, მაგრამ ხო შეიძლება რომ თქვათ რაღაც. დიახ. და ალბათ თქვენ უკვე იცით რაც უნდა უპასუხოთ, ხო? დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. რა ვიცი, მე მგონი ამით უნდა ჩვენი პრობლემა ამოიწუროს, მაგრამ ბატონოკოდე, მე ღმერთს მადლობას ვეთყვი, რომ მერაბმა მომატყვა. თორემ ჩვენი შეხვედრა ესე ხوار მოხდებოდა. დიდი მადლობა. არა, რის მადლობა. ეხლა მე მგონი თქვენ და მერაბი უნდა შერიგდეთ ალბათ. და გაუგებრობა უკვე უნდა დამთავრდეს ამით, ხო? დიახ. თქვენი პირობით ყველანაირი კონფლიქტი ამოწერული იქნება, ბატონო. ძალიან კარგი, ძალიან მიხარია, მეც ეს მინდა. ბატონო გირეკ, მაპატეთ, ეხლა პატარა შეხვედრა მაქვს და დაბრძანებთ, ბატონოკოდე, დაბრძანებთ. კარგად ბრძანდებოდეთ და ჩვენებმა უკვე ყველაფერი იციან, კონტრაქტებს გაამზადებენ და ხვალ დაგიკავშირდეთ. კეთილი, კარგად ბრძანდებოდეთ, კარგად ბრძანდებოდეთ. დაზმირ, შე როგორ ხარ, მითხარი, გავიგე რუსეთიდან წამოსულ ხარ საერთოდ. ბაბეგი ავწიეთ მაგის დავადერე, კინაღამ დაგბრიდეს. მე ვაფშე აირია სიტუაცია. მე უკრაინაში გადავედით. მაგრამ ესენი სტიკოვკაში არიან რა რუსებთან თანამშრომლობენ ეს ბოზები. ძლივს ავით ესეთ იქიდან ესპანეთში. ესპანეთში. იქაც რაღაც იაღლიშები ქონდა რა? ხო. იქ ისეთი სპეცოპერაცია მოგვიწვეს, ბლიაი. ომი გეგონებოდა. 150 человека, блядь, взяли. ძლივს გავახციეთ იქიდან. 150, ამ ხელა ბანდა იყავი. ეხლა სად ხარ, ავსტრიაშია რა? там всё тихо пока. მომისმინე, შენი ხალხი ხო არის ხოძე, შეიძლება მალე დამჭირდნენ. არ არის პრობლემა, ზურა, ხო გითხარი, ნუ ნერვიულობ. პირველ რიგში ახალი კომპანია უნდა დავაფუძნოთ. მაგას ჩემი ნასეთკა გააკეთებ საჩიკო. აი შენ მაგ ბიჭს გააკონტროლე. მე ცოტა ხანი ჩtildeში ყოფნა მომიწევს. მე როდის გეთება? აჩიკომ თქვა 1-2 დღე დამჭირდებაო. და რა უნდა გააკეთოს ამ ფირმამ? საშეღავათო გრანტები და სუბსიდიები უნდა მოიძიოს. მერე ტენდერებში ჩვენც გავიჩითებით და აბულაძეებს ყველაფერს დავახებთ. თუ საჭირო იქნება, დავბრიდავთ კიდევაც. დავამათხოვრებ და მერე ძაღლებით შავხოცავ. მაგაც ტენდერში. აი ესე, მაგათი სხეულები აი კაუჭებზე უნდა გავკიდო. მაგათ. რაიო. დაზმირ ბაბული. ეხლა ექიმთან უნდა წავიდე. ჭრილობა მიშირდება. რა ჭრილობა? მესროლეს
ამათმა? ვინ აბულაძე, მა? არა მგონია. შენ სად გაჩერდი სასტუმროში თუ ბინაზე ხარ? არა, ავიღე მე ნომერი. მე სხვაგან გადავარ. წამოხვალ თუ დარჩები? წადი შენ. დაჯექი ზურა. მიხფე კამან აღემე. მოიცა. რა იყო? ეგ არა. შენ დაჯექი. რა დავიცე? რა იყო ხო არ გაშინია ბიჭო? მიხფე დამევოდი. სიქხო. როგორ ახარ ზორიკო? ნაცემი ძაღლივით და თუ ჩემს დასაცინად მოხვედი. მოიცა. მე ხომ გითხარი რატომაც მინდოდა შენთან შეხვედრა. შენ ტელეფონში მებაზრე რომ ორივესთვის კარგი წინადადება მაქვს, არა? მაქვს კიდეც. არ გინდა ყადაღა მოგიხსნათ. შეგიძლია ყველაფერი კიდევ ერთხელ გაიმეორო? კი, როგორ არა. გინდა ყადაღა მოგიხსნათ. რა? არა, შენი ვალები ჩვენთან დარჩება. უბრალოდ ყადაღას მოგიხსნით და მუშაობის საშუალებას მოგცემთ. ვალები. მოიცა. თან იმუშავებთ, თან ნელ-ნელა დაფარავთ. ბოლომდე მაგას თქვენ მაინც ვერ დაფარავთ და ჩვენ სულ სხვა რამისთვის გადმოვიბარეთ. მაგრამ თუ ჭკვიანად იქნებით, აღარ დაგახატახებთ. ამისთვის მე რა უნდა გავაკეთო? ამისთვის აი რა უნდა გააკეთო, ჩემო ზურიკო. გისმენ, აბა რა უნდა გავაკეთო? მოიცა. მოდი ჯერ თავიდანვე ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ჩვენთან მაგრა ჩაიჭერე. ხო უნდა იცოდე, ვისი ჭიდავები. შენთან მოვიდა კოტე. შემოგთავაზა შეთანხმება. შენ კიდე ამ ხელაკაც როგორ მოეკეცი? არ შენ მოიქეცი, კაცურად. შეიძლება. მაგრამ ეგეც შენი ბრალია. რომ მოგვივარდე იქ და აგვიტეხე ისტერიკები ქალივით. რა იყო ის? იმ დღეს ისეთი გაგიჟებული ვიყავი, მადლობა თქვი რომ ორი ნაგანით არ მოგივარდი. დიდი მადლობა ზურიკო. კარგი, კაცი იყო. სხვათა შორის როგორც ვთქვი, არც კოტეს უნდა მაინც და მაინც შენი დაძირვა ბოლომდე და მეც დავიყოლებ. მე გიმეორებ მეორედ. ამისთვის მე რა უნდა გავაკეთო მეთქი? კეთვე. გაგიკვირდება ჩემო ზურა და
ლევან სელინე უნდა დაუბრუნო. დაუბრუნო? მე წავართვი, ჰა? არა, შენ არ წაგირთმევია, მაგრამ შენ უნდა დაუბრუნო.